მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით ჩელენჯის მომდევნო ვიდეოთი, eFootball Mobile-ის ჩელენჯის მომდევნო ვიდეოთი. სანამ ვიდეო გაგრძელება, ძალიან ბევრი ლაიქები ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზელაკი. უდიდესი მადლობა ყველას წინასწარ. ძმებო, მოკლედ რა ხდება დღეს რა, ტრადიციულად ლამინ იამალის წინა ვიდეო ხო გახსოვთ? ალბათ გახსოვთ კი. საკმაოდ ლაიქები მოაგროვა რა. როგორც ესეთი და ხო, გადავწყვიტე რომ მეორე ნაწილის გამომეშვა თქვენთვის, ამჯერად უკვე მესის კარდით, ხო, GOAT-ის კარდით, GOAT-ის კარდით გადავიღებ დღევანდელ ვიდეოს და გავტესტავ მესისაც რა თქმა უნდა და ნახავთ ვიდეოში როგორი არის eFootball-ის ამბასადორ მესის კარდი უფრო სწორედ ლაპარაკი დამავიწყდა. Nice. მოკლედ ძმებო, European Club Championships ვითამაშებ. ეს გუნდი რატო არის არ ვიცი, მაგრამ უნდა შევცვალო load game plan და for video. ანუ ნახეთ ძმებო რა ცუდი წყობით მიწევს თამაში, ბიჭო, აი რა ძალიან ცუდი წყობით მიწევს თამაში. სამი მცველით მიწევს თამაში, იმიტომ რომ აი თანაგუნდელები იმის, რა ქვია მაგას მესის ვინც მყავს აქ გუნდში, არიან უმეტესად ცენტრ ფორვარდები. და ამიტომ ყველა თავდასხმაში წავიყვანე რა. კაი, არა უშავს, ძალიან ზუდი წყობით თამაშობ, სამცველიანი წყობის დედაც ვატირებ ბიჭო მე, მაგრამ კაროჩე რა. ლევანდოვსკი არის აქ და ეს კრის ვუდი, არ ვიცი ეს რაში დამჭირდება, მაგრამ შევეცდები რომ დამჭირდეს რამენაირად რა. ლეგენდაზე თავისთავად. და ვნახოთ აბა რომელ გუნდს შეგვახვედრეს რამე ძლიერი გუნდი არა გეხ დემერხა. აი, სიტისთან ალბათ დიდი ალბათობით წავაგებ, იმიტომ რომ სამცველიანს არც ვარ მიჩვეული მენა სამცველიან თამაშს, არასდროს არ მითამაშია სამი მცველით. ეს არის პირველი შემთხვევა ძმებო, სადაც სამი მცველი თამაშობ, ოღონდ მართლა. აი, მართლა პირველი შემთხვევაა რა. და ბიჭო, კაროჩე რა. აი, ბევრი ლაიქები ძმებო ამ ვიდეოს ყველა ვარიანტში რა. და გამოიწერეთ არხი. 100 კაცი დაგვრჩა 6000 გამომწერეთ და აქ რატო ვიყურები, აქ უნდა ვიყურებოდე. კაი, გამოვიდნენ გუნდები ხმას დაუწიოთ ცოტა. ესე. და კაი, მოდი გადავიდეთ შეტევაზე, არ ვიცი რა იქნება. გავათამაშოთ ბურთი, ხამეს როდრიგესი მყავს გუნდში. აბა რამდენს გახსოვთ ხამეს როდრიგესი? მადრიდის რეალში დამიწერეთ კომენტარებში ძმდებო. აქ ეგრევე რა თქმა უნდა გადმოვლენ ახლა შეტევაზე. ორელი, კლაუსი, სანტა კლაუსი მყავს იმაში დაცვაში რა. კლაუსი კი ვიცი, მაგრამ მაინც ბერნარდუ სილვას კარგი დარტყმა აქვს შორიდან, მარმუში, ვინა? ამის გვარი როგორი კითხება? ეს ჰალანდის ნაცვლად დგას, არ გამომაშტეროთ ეხა. თუ არა კაცო, არა მე მგონი. თუ კი, კაროჩე რა. კაი. იქნება კუთხური, რომელსაც მოვაწვდიან Manchester City-ის ფეხბურთელები, მენ აუცილებლად იქვე მირბის ნახეთ თქვენ. ნახეთ თქვენ რა ძველებური გამოთქმებით რატო ლაპარაკობ რა მომალწვა ძველი ქართული. კაი, ბოუნო. ჩავაწოდოთ პირდაპირ წინ. მისი ეხა ეტონოური რომ მოუგებდა მესის, რა თქმა უნდა, ტიპი არის იმენა ძალიან მაღალი და მესი არის პეტირი. აბა წამოვიდნენ შეტევაზე სიტის ფეხბურთელები, ნიკორელი, მარმუშ. ბოუნო ნახეთ თქვენ რა დღეშია. მაროკოელი მეკარე ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზეა. კარგი ბურთი მოხსნა სხვათა შორის, კარგი ბურთი მოხდა ხო? და იქნება კუთხური, ისევ და ისევ, რომელსაც მოაწვდიან ისევ სიტის ფეხბურთელები. იქვე რატო ითამაშებ სულ რა გინდათ, ძმა დე ბრუინ წავიდა, კევინ დე ბრუინა. არა, ამჯერად არ გამომივიდა იქ კევინ დე ბრუინა. ლევანგოლსკი, კრის ვუდი. არ გამოვიდო და არაფერი, რა თქმა უნდა, ეხლა რასაც ველოდებოდი. ბერნარდუ სილვა, მატეუს ნუნესი, რაიან შერკი, როდრი.
როდრი ისე რაღაცა ძალიან გამოტიშულია, ვაიმე, რა პასი, გადი შენი, რა თქმა უნდა, ეხა ამ გოლს გაიტანდა თავისთავად, კი ბატონო. 1-0 დაწინაურდა სიტიმ, ჩემი გუნდის წინააღმდეგ, არც გამკვირვებია, იმიტომ რომ ვერ ვთამაშობ ამ სამცველიანი ტაქტიკით. არ ვიცი, რომელიმე მართლა ჩემი გამომწერებიდან რომელიმე თამაშობთ ზმებოს სამცველიანი ტაქტიკით, ამ სამი მცველით თამაშობთ რომელიმე მართლა დამიწერეთ კომენტარებში და თუ თამაშობთ რანაირ მუღამს უჭერთ ან რანაირად ამოღამებთ. სამი მცველით თამაშს. არასდროს რაც eFootball-ი მიწერია, არასდროს არ მითამაშია სამი მცველით, გამორიცხულია. პირველად თამაშობ ახლა. აბა, სტევენ და ბრაი. ეს თამაშგარე, კი ბატონო, თამაშგარე. იმედი მაქვს, რომ ჯარიმას არ დადებს ჩემზე, რომ რატო ჩასრიალდიო. არა, თამაშგარე იყო აშკარად. კი ბატონო, მოდი წინ გავისროლოთ. 2-0 შენი 2-0. ყვითელი მაინც რა. კაი, ყვითელი ბარათი არის. კაი, ახლა ერთი წამით. ისა ხო ვაიმე სად მიწვდა ძმაო რა ვქნა კარგად მოხსნა სხვათა შორის ძალიან კარგი პენალტი აიღო მაგან აიღო ზუსტად კი მალე დასრულდება თამაში და ვნახოთ აბა ვაიმე მაგრა დავჭეხავ იმენა მაგარ ნერვებზე ვარ ჩემი სალაჰის გავაყვითლე იმენა მაგარ ნერვებზე ვარ ძალიან საშინელი წყობა არის უსაშინლესი წყობა არის წოდება არაფერი ისეთი ლევანგოლსკი ვახშენი ჰალანდი საღოლ ეგრე ითამაშე აუ რა ლი ჩავარტყი მენა საღოლ რა არის ჩემი დედას პიზა ვარ აბა დევრვინით გავიგეცით არც მაცდის მაგრამ მაინც დაასრულა პირველი თამაში მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით სიტისთან სამწუხაროდ და მოდი აბა იმ იტალიან კლუბს თუ რაღაცა რო იყო მაგას გავაგრძელებ აბა ვნახოთ ერთი რა სიზამს გას ვიზავთ უფრო სწორედ. კაი. სად არის ისა? Flexible არა კაცო. იტალიის ლიგის ჩემპიონატი თუ ჩემპიონები. კაი, ეს აქ ძველი კომანდით. რა თქმა უნდა ესე. და პრინციპში ორი წამი რაღაცები მინდა რომ გადავაწყო რა. იქამდე სანამ გადავაწყო ძმებო, მესის სტატისტიკას გაჩვენებთ. კლასიკური ნომერ 10 არის, რა თქმა უნდა, ესეთი არის გახლავთ მესის სტატები. ესეთი, რა შეგიძლიათ გადახედოთ კიდევაც. დააპაუზოთ ვიდეო და გადახედოთ, ვისაც გაინტერესებთ. Double touch-ი, long range-ი, diving shot-ი, long range shooting-ი, first time shot-ი, one touch pass-ი, through passing-ი, visionary pass-ი, penalty specialist და captain-ი. ხო, ესეთი გახლავთ მესის სტატისტიკა, ეს კრის ვუდი ამათ გადავაწყო ძმებო რაღაცა და დაგიბრუნდებით რა. ესე რა ვიცი, აბა ესე გადავაწყო, თითქოს ეს right winger-ი არც არსებობს რა. არ მინდა ბიჭო ეს რანაირი გუნდია, კაი რა. ამით რა ვიცი, რა უნდა ითამაშო, კაი, სალაჰი და ის ლევანდოვსკი, მესი თვითონ ეგ ბაზარი არა, რა თქმა უნდა, ეხა ამბასადორია და რაღაცა, მაგრამ ეს რა გუნდია? ლიგურია. კაი, ლიგურიას ვეთამაშები, ხო და ამბასადორი არის ბაზარი არა, ეგ ხო, მაგრამ რამე ნორმალური ფეხბურთელები მაინც დაემატებინათ, ვინა კრის ვუდი და სანტა კლაუსი და ისე რა. და ისა ბონო და დანარჩენებზე არაფერს არ ვამბობ რა, ეხა დანარჩენები ნორმ რა. ხამეს როდრიგესიც ეხა დიდი ხანია, რაღაცა დაკარგულია, ძალიან ბევრმა დაივიწყა, ძალიან ბევრმა სხვათა შორის და რა ვიცი მოკლედ რა. აი ნახოთ აბა
ვნახოთ. რა ვნახოთ, არ ვიცი, მაგრამ ოკეი, ნუ ამათან მაინც ახლა თუ ვერ მოვიგე და რაღაცა ძმაო, აი არ ვიცი რა. აი, დავიწყოთ აბა ლევანდოვსკი ეგრევე, მეჩაპს რა გაიყო და ფუშენი. კიკოფზე წავალთ ხო ვიფიქრე თავიდანვე, თუმცა ნუ ვერ მოვახერხე სამწუხაროდ ახლა უკვე გადმოვიდნენ ისინი შეტევაზე. აი, ნახეთ, სამი მცველით, აი უბრალოდ აქეთ ლეფტი და რაითი როცა არ ყავს, აი არ არის მარტივი რა. ანუ მარტივი ნამდვილად არ არის, როდესაც ან ლეფტი არ ყავს, ან რაითი არ ყავს რა. კაი, ეს ვუდი. გავუყოლოთ აქ ლევანდოვსკის. რობერტ. აი. ვიდი ბოლომდე ნუ არა. ვერაფერი სამწუხაროდ ისინი ათამაშებენ ჯერჯერობით ბურთს, კი ბატონო. აგორებდნენ დაცვაში, გამოვიდნენ ახლა უკვე შეტევაზე. სტივენ დევრაი. აუ ეს დევრაი არ არის, ეს რა ქვია მაგას. ძალიან ცუდი მცველიც არ არის, ეხა ძალიან ცუდი მცველიც არ არის რა. ბოლო ეხა ნიდერლანდელია რა, უეზი ხარ და. ოუ რა პასი, ერთი შეხებით ბონოს აღოლ გენაცვალე. კარგი ბურთი მოხსნა საკმაოდ სხვათა შორის, მინდა გითხრათ. მესი. აბა კრესვუდი. აუ რა სკილი იქნა იმენა დაადუღა ისეთი სკილი იქნა. კაი. შერობინი. რა ფეხბურთელები არიან იმენა. ჰენდერსონი. ახე ძმა რა სკილავს დებრუინს რა გაუკეთა იმენა, კარგად მოტეხა. ნუ ეს არისო რაღაცა კარგი ჩაწოდება. აბა ბონო. გავუშვათ პირდაპირ წინ. ჯობია რომ მაინც ესევე თამაშები. რა აქვს მნიშვნელობა მაგას. ხა შეტევაზე გადავალ თუ არა. ნუ თუ წავაგე, რა მნიშვნელობა იქნება მაგას მაინც. აი, შენი აი ბიჭო ეს გამოასწორეს ეს ისა, აი რომ მოტრიალდებოდა თავისუფლად რომ შეგეძლოთ მე მოეტოქის ჩამოტავება. ეს ბაგი გამოასწორეს. აი ხარ, ბონო, ბიჭო, აქტიურად თამაშობს სხვათა შორის ბონო. მაინტერესებს ჩაწოდე. ოკეი. აი ესე გვერდულად აი იმენა გაჭიმული ჩაწოდება არ ქონია მას იმენა ზემოთ უშვებს რა. იმენა ბადეში უშვებს ბურთს. ლევანგოლსკი, ნუ არაფერი. 0 წუთი დაამატა პირველ ტაიმს მთავარ არბიტრმა, ეხლა ეს უკვე პირველი ტაიმი დასრულდება, რა თქმა უნდა. ჩააწოდეთ და კი ბატონო, დასრულდა პირველი ტაიმი 0-0. ჩემი გუნდი აი ამ დის წინააღმდეგ 40-60-ზე ბურთის ფლობა, ნუ არც მიკვირს პირველი ტაიმი, რა თქმა უნდა, ეკავათ მთლიანად მათ. და ვნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა მოხდება, გაათამაშეს ეგრევე ბურთი. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა. აბა სალაჰი, მესი. კარგი პასი იყო აქ ლევანდოვსკიზე, იბრძოლა ბოლომდე ლევანდოვსკი, მიდი ლევანდოვსკი, აქ პასი გაუკეთოთ გვერდით მესი. გაიტანა გოუთმა გაიტანა. აბა რა. აიგრე ბიჭო, აიგრე. შეგენაცვალე. რა თქმა უნდა კაპიტანის თვითონ ის არის პროსტა 22 ნომერი რატო არის მესი არ ვიცი, მაგრამ ნუ ხო, არ ვიცი. განმეორებით ნახოთ ეს მომენტი. კარგი პასი იყო ლევანდოვსკის მიერაც. და 1-0 დაწინაურდა ჩემი გუნდი აი ამ გუნდის წინააღმდეგ. ოკეი. აი, ნახოთ აბა ესენი რას მოახერხებენ. ყოველ შემთხვევაში შეეცდებიან თუ არა დაკამბექებას, ვნახოთ. აი მატჩაპით ამდენი ხანი ძალიან დიდი ხანი არ მითამაშია მეჩაპით სხვათა შორის. მართლა. და გახსენება მჭირდება, ხამეს როდრიგეს კარგი რაღაც ქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ არ გამოვიდა. აბა ჩაწოდება საჭარიმოში, კლაუსი კარგად თამაშობს, სანტა კლაუსი. იქნება კუთხური. ამასაც მოაწყვეტენ აი ამ გუნდის ფეხბურთელები, men to men ეხა თავისთავად რა თქმა უნდა. აი, სადაც აი გაითამაშებს. არა, ნახეთ უფრო იქით გაუშვა. კი ბატონო, კიდევ ერთი კუთხური. ისე men to men მიწევს რა თქმა უნდა. აი უცებ რა. იქვე თამაშებს? არა. ნო. აი. გელდებით. აბა. ჩაწოდება საჯარიმოში. ნო, შეიძლება დაეუფლა ამ ბურთს. ლევანდოვსკი. ესვუდი. გადაკიდება სალაჰის მიმართულებით, ნუ არ გამოვიდა ეს პასი. ჩაჭრეს ეს გადაცემა. არა, კარგი ჩანაფიქრი იყო თითქოს. აბა. ჯონ კლაუს. ვაიმე,
ვაიმე, ბონუსად გამოვიდა. დევრაი. Sariel კარში სტივენ დევრაი. მოიცა. ერთი წამი, ეს მატჩი მოსაგებია. ეს თამაში მოსაგებია. უკვე ძალიან მაგარი ვიდეო მოდის თქვენკენ. აბა სალა. ერთი წამი ბიჭო. ეგ რა იყო, შოქში ვარ. ვაიმე! ეგ რა იყო, ბიჭო? ანუ თქვენს ნახეთ, ხო? იმენა ვახ, ჩემი დედასპიცა ვარ. არა ბრატ, ეს თამაში მოსაგებია ყველა ვარიანტში. სტივენ დევრაი შეგენაცვალე, ბიჭო. აუ კიდე გამოვიდა, ეხა რა გინდა, დამანებე თავი, ვერამდენად უნდა დაკიცვა. სტივენ დევრაი ხო არ ჩავაყენო კარებში და ეს რა ქვია მაგას, ეს ბოუნო ხო არ გამოვიყვანო გარეთ შემთხვევით. ბიჭო, რა ქნა, ჩემი დედასპიცა ვარ. ვაიმე, ეს რა იყო? ჯონათან კლაუსი და კიდე დე ბრუინზე. არა, ეს თამაშგარია. რატო ვიჩქარე არ ვიცი, მაგრამ კაი, 2-1-ია. ეს თამაში ყველა ვარიანტში არის მოსაგები. უეჭველი თან. აბა. ჯორდანო. ხილად. აია, ბიჭო, დევრაი რას თამაშობს დღეს? ჩემი დედასპიცა ვარ. ისოდი გავუყოლოთ ლევანგოლსკის სად გამოვიდა მეკარი ამის. ხამესი. ვერაჯობა ხამესმა. მაინც ჩვენ დავჩაბურთი. უდი. დაბარა. აბა, არა, 2-1 ახლა 2-2 არ გვაწყობს. კლაუს მიდი დაეწიე, ბიჭო. ჯორდანოსთან მაინც მიდი, კაია. ბოლომდე, არ დარტყმევინოთ. აბა სალა მიდი. ვახ შენი, აუ, როგორ მოჯდა ბიჭო, როგორ მოჯდა ღმერთო. აია, დევრაი ბიჭო, აი იმენა, კაროჩე რა. სალაჰი. აი ეს უნდა დაუფასო, სტივენ დევრაის უნდა დაუფასო და ასისტიც მიიწერა. აი იმ სასწაულ სეივიდან, კიდე სეივის გარდა უფრო სწორედ შენი გამოყავი კოკაინა წავიკითხავთ. სეივის გარდა ასისტიც მიიწერა სტივენ დევრაიმ. აი ჩემი აზრით ეგ უნდა გახდეს MVP-ს, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთა. აი მართლა იმენა ისეთი რაღაც გააკეთა, რომ აი დასაფასებელი აქვს და კარგი გადაგტარება გააკეთა სალაჰმაც და გაიტანა ეგვიპტელმა ფარაონმა. აუ ყველა იმენა მკვდარია ლევანდოვსკის შეხედეთ უბრალოდ. 6 წუთი. აბა, ნახოთ ამ 6 წუთში რას მოახერხებენ ჯიგრები. კარგი პასი. აწოდება საჯარიმოში ოტამენდიმ გამოიტანა, დიდი ალბათობით დასრულდება კიდევაც ახლა ერთადერთი კუთხური და სულ რო გაიტანონ, ახლა მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მოგებულია, ძმაო, მოგებული ხელია, ძმაო, ხუაზე რა. ჩაწოდება საჯარიმოში, გამოვიტანოთ კიდევაც და ასე გავაკეთოთ. ბრავო, სტივენ დევრაი, აი ხელები ამიწევია. იმენა კინო, აი აბსოლუტ სინემა. იფუტბოლ ბოიშუ. იმენა იფუტბოლ. ვახ, ძალიან მაგარი სეივი იყო მართლა. დაალაიქეთ მე ვიდეო ძალიან გთხოვთ. აი ბევრ ლაიქს ახლა არ იმსახურებს ეს ვიდეო. მარტო მაგ მომენტის გამო არ იმსახურებს 1-200 ლაიქს არ იმსახურებს მარტო მაგ მომენტის გამო. გამოიწერთ არხით, მე ავიდეთ მალე 6000 გამომწერზე და მე კიდე დაგმშვიდობებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი.